ზოგჯერ ადამიანი კარგავს მხედველობას ჩუმად, ტკივილის გარეშე, ოპტიკური ნერვი, რომელსაც მიაქვს ინფორმაცია ჩვენი თვალიდან თავის ტვინში და მისი საშუალებით აღვიქვათ გარესამყაროს, შეგიძლია წარმოიდგინოთ როგორც სქელი კაბელი, რომელიც წვრილი ბევრი სხვა კაბელებისგან შედგება და სათითაოდ რომ ამ კაბელების გაწყვეტა დაიწყო დაახლოებით ასეთი რამე ემართება ოპტიკურ ნერვს და ნელ-ნელა კარგად მხედველობას და ეს ხდება პერიფერიაზე, ანუ ჩვენ ხომ ხედავთ რაღაც გარკვეულ არეას და გარშემო რო კარგავდეთ მხედველობას და ცენტრალურად გრჩება ეს მხედველობა და ბოლოს მარტო ცენტრში გახედავს ადამიანი. აი ამას გლაუკომას ეძახიან ამ დაავადებას. გლაუკომა ვისაც აქვს იმ ადამიანებს არ აქვთ პრობლემა თავიდან, ხედავენ ყველაფერს და ყოველდღიურად ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიაზე გარკვეულ წერტილებს ვეღარ ხედავენ ნელ-ნელა, ტვინი მაინც აღადგენს მთლიან სურათს ჯამში და ყოველდღიურობაში პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ როცა ამას ამჩნევენ და როცა პრობლემები იწყება, ნერვის 50% უკვე დაზიანებულია. ანუ ოპტიკური ნერვის 50% ნახევარი უკვე დაზიანებულია, რომელიც აღარ აღდგება. ამიტომ გლაუკომის რაც შეიძლება მალე შემჩნევაა საჭირო და რაც შეიძლება მალე მკურნალობაა საჭირო. მთელი ამბავი იწყება თვალში და წნევით. თვალის შიგნით ჩვენ გვაქვს წნევა. თვალი არის მრგვალი, გინახიათ ალბათ, ისეც იცით როგორია თვალი და ისე რომ შეხედოთ მრგვალი ორგანოა, სფეროა, ბურთივით. და შიგნით აქვს წნევა. ეს წნევა საჭიროა იმისთვის, რომ თვალმა შეინარჩუნოს სტაბილურობა. რომ არ იყოს ეს წნევა, რომ არ იყოს თვალის შიგნით, დაახლოებით ეს არის 10-დან 20 მილიმეტრი ვერცხლის სვეტით ეს წნევა სტაბილურად და რომ არ იყოს, მაშინ თვალი იქნებოდა რბილი და ყოველი გულისცემა ის რითმულად შეიკუმშებოდა და ადამიანი ბუნდოვნად დაინახავდა რითმულად. ანუ მხედველობის სტაბილურობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ამიტომ წნევა საჭიროა. ეხლა ეს წნევა რით უნდა შეიქმნას თვალში? ამისთვის გვაქვს სითხე, რომელიც არის თვალში და სითხე. რომელსაც წარმოქმნის სპეციალური უჯრედებია, რომელიც წარმოქმნის ცილიარული სხეული ქვია, რომელიც მდებარეობს თვალში, ფერად გარსთან ახლოს და წარმოქმნის ამ სითხეს. ხო, ამ სითხეს საიდან წარმოქმნის? სისხლისგან, რა თქმა უნდა, სისხლიდან წარმოქმნის და საკვები მიაქვს თან ლინზასთან, ბროლთან და რქოვანასთან. რქოვანას და ბროლიც არის ის ნაწილები თვალის, რომელსაც არ აქვს სისხლძარღვები. სისხლძარღვებით ვერ მარაგდება, ამიტომ აი ამ სითხით იკვებება მოკლედ. თან ეს სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე აუცილებლად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დავინახავთ, თორე თუ გამჭვირვალე არ იქნება, სისხლივით იქნება და ჩვენ ადამიანები დავინახავდით სისხლს. ამიტომ არის რომ არა სისხლი კი არ შედის თვალში, არამედ შედის ეს სითხე, ანუ გაფილტრული. ანუ სისხლი კი არ შედის თვალში, არამედ შედის სითხე. ეს გაფილტრული სითხე, რომელიც არის გამჭვირვალე. ეხლა რა ხდება? ეს სითხე თვალში რომ შედის, ხო, უნდა გავიდეს კიდევაც. ანუ უნდა შემოვიდეს, გავიდეს, რომ ცვლა მოხდეს ამის, ხო? იმიტომ რომ ისიც იცით, რომ სითხე რო გააჩერო ერთ ადგილას, გაჩერებული სითხე იმღვრევა დროთა განმავლობაში, რაღაცები ცუდი ხდება, მით უმეტეს ორგანიზმში, ესე გაჩერებული არაფერი არ არსებობს და ამიტომ ეს სითხე თან უნდა გავიდეს. ანუ ამ სითხეს სჭირდება დრენაჟი და დრენაჟისთვის ჩვენ გვაქვს ორი გზა. ანუ ერთი გზით შემოდის სითხე ჩვენს თვალში და ორი გზით გადის. დრენაჟისთვის ჩვენ გვჭირდება სპეციალური ადგილი, ხო? საიდან უნდა გავიდეს, როგორც ქუჩაში დრენაჟები რო ან აბაზანაში, აი ეგეთი ზუსტად და ეს უნდა იყოს ღობესავით, ან დაკლეტკილი, ესე ვთქვათ, ხო? მეშ, ანუ უნდა იყოს დრენაჟი თუ გინდა, უნდა იყოს ისეთი, რომელსაც სტრუქტურაც ექნება, მაგრამ თან გახრეტილები ექნება, სადაც სითხე გაივლის. აი ზუსტად ეგეთი სტრუქტურა გვაქვს, რომელსაც ეძახიან ტრაბეკულარულ ან ხარიხებიანი ბადეა, მოკლედ, რომელთაც გადის ეს სითხე.
თვალში გვაქვს ეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან პატარა, ზომით არის პატარა. და მე აქედან გადის შლემანის არხი ქვია და იქიდან ჩაედინება თვალის ვენაში. და ვენიდან გადის მოკლედ ეს სითხე. ანუ შემოდის, ისევ სისხლძარღვებიდან შემოდის, რა თქმა უნდა, ცილიარული სხეულით, გადის, აი ისე ვენაში ჩაედინება. ეხლა რაშია საქმე? მეორე გზაც არსებობს, რითიც გაედინება, უვეოსკლერალურ გზას ეძახიან, რომელიც არის ცილიარულ კუნთებს შორის არის ადგილები, მოკლედ და იმ ადგილებში აღწევს ეს სითხე და ცოტა გადის და ეგეც ვენებში ჩადის ბოლოს. ახლა რო წარმოიდგინოთ როდის დაგროვდება თქვათ აბაზანში წყალი თუ კი დრენაჟი არ მუშაობს. როცა გაიჭედება, ხო? ანუ გაიჭედება და რო გაიჭედება წყალი უკან ბრუნდება, ან ამოდის და წნევა იმატებს. ასევე ხდება ზუსტად თვალში, რომ დროთა განმავლობაში ასაკთან ერთად უჯრედების ნაფლეთებით, ნაწილაკებით, პიგმენტებით, სისხლით და ასე შეიძლება ეს დრენაჟი გაიჭედოს და ასაკთან ერთად მე კარგავს ელასტიურობას ის ხარიხებიც იკარგება და გაიჭედოს და ვეღარ გადიოდეს სითხე. და თუ სითხე შემოდის და ვეღარ გადის, რა მოხდება? წნევა მოიმატებს თვალის შიგნით. მეორე რაც შეიძლება მოხდეს არის, რომ ზოგჯერ არის ხოლმე როცა ფერადი გარსი გაიწევს ისე რომ გადაეფარება, ან დაბლოკავს, ან შეავიწროებს აი ამ დრენაჟის სისტემას, რომელიც ამ ხარისხებისგან შედგება, შეავიწროებს და როგორც რომ ჩაკეტო რა, ამერ დააფარო და ვეღარ გადის ეს შენი წყალი. ეხლა რა პრობლემაა, ხო, შეიძლება თქვას, რა პრობლემაა თვალში, მე რა მოხდა, რომ მოიმატოს წნევა. ეგ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ თვალში და წნევის მომატება აწვება ბადურას და აწვება ნერვს. ნერვს ჭირდება კვება. და თან ჭირდება ძალიან ნაზი სტრუქტურაა ეს ნერვები ზოგადად და ფაქიზია ძალიან. განსაკუთრებით ბადურა, ოპტიკური ნერვი ძალიან ფაქიზი სტრუქტურებია და თუ დააწვევი მათ, ვეღარ იკვებება სისხლით და ნელა იწყებს ყდომას. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთ დღეში, არც ორ დღეში, ამას ჭირდება წლები, თვეები და ნელა ხდება, ერთი ღერი მოკვდება, მეორე ღერი მოკვდება, ეს ოპტიკური ნერვი შედგება ბევრი ბოჭკოსგან. ბოჭკოები დაახლოებით პატარა მავთულები რო ვთქვათ რა და ჯერ ერთი მოკვდება, მეორე, მესამე, მეოთხე, ეს და ადამიანი კარგავს მხედველობას. აი ეს არის რაც ემართება, როცა თვალში დაწნევა, ანუ ინტრაოკულარული წნევა არის მომატებული. ამიტომა მნიშვნელოვანი თვალის წნევის გაზომვა. ახლა თვალში დაწნევა შეიძლება იყოს მომატებული, მაგრამ ადამიანს მაინც არაფერი არ მოვიდეს, ნერვი ინარჩუნებდეს თავის მდგომარეობას. მაგალითად, თუ კი არიან სპორტსმენები, ან იოგები, ან ვიღაცები, რომელიც თავზე დგებიან. თავზე რო დგები, ანუ პირიქით ეს ფეხების ზევი თავი ქვევით, თვალში დაწნევა იმატებს. იმატებს მნიშვნელოვნად, შეიძლება გაორმაგდეს. და რატო გრავიტაციის ძალით ვენებიდან ვერ გადის კარგად და ვენებში როცა მაღალი წნევა ეს დრენაჟი ვერ ხდება კარგად და ამიტომ და მაშინ მაგ ადამიანები უნდა ბრმავდებოდნენ, ხო? წესით თუ თვალში დაწნევა ესე მაგრამ არა, ადამიანს შეუძლია დააკომპენსიროს, მithumetes თუ დროებითია ეგ არ არის პრობლემა, მე გასწორდები ერთ-ორ წუთში გაიდის ისე. მაგრამ არის შემთხვევები თუ კი ამას ხანგრძლივად აკეთებენ და ესე 10 წუთი სჭირდება რომ გასწორდეს და ეგ პრობლემაა. ამიტომ ნელ-ნელა ზიანდება მოკლედ ეს ნერვი, ოპტიკური ნერვი და აი როცა ზიანდება ეს ნერვი, ამას უკვე ქვია გლაუკომა. ანუ მანამდე ქვია უბრალოდ თვალში დაწნევა არის მომატებული, თუ კი დაზიანებული არის ნერვი, მაგრამ ნერვი თუ დაზიანდა, უკვე ეგ არის გლაუკომა. გლაუკომა არის დაავადება. ეს დაავადება ვითარდება ნელ-ნელა, ეტაპობრივად.
ჩუმად. ადამიანი ვერ ხვდება ვერაფერს. სიმპტომები არ აქვს თავიდან. ძალიანაც რომ უნდოდეს არ ჩანს არაფერი, რომ თქვა რომ აი მე გლაუკომა მაქვს, ეს თავისით ვერ მიხვდება ადამიანი. პირველი ნიშნები უკვე ნერვის დაზიანების შეიძლება იყოს, რომ ძალიან მსუბუქი ნიშნები, რომ გვერდებში მაგალითად ვერ ხედავდეს კარგად. ან როცა დაბნელებულია, აი კიდეებში გამორჩეს რაღაცეები, ან ღამე ეჯახება რაღაცას, იმიტომ რომ ვერ დადის სწორად და განსაკუთრებით რომელიმე მხარეს საგნებს ეჯახება ღამე. ეგენი არის პირველი ნიშნები. შეიძლება თქვას, რომ რაღაც ღამე ვერ ვხედავ, ესე თქვა, ან რაღაც მგონია რომ თვითონ ტუნელში ვხედავ, მაგრამ აი ეს ტუნელის ხედვა რო აღმოცენდება უკვე საკმაოდ ძლიერად არის, ეგ საწყისი აღარ არის უკვე გლაუკომის ტუნელისავით ხედავს რა, რომ ანუ შუაში ხედავ, გარშემო ვერ ხედავ და ეს ტუნელის ხედვა რო უყალიბდება ადამიანს, მე უკვე რეალურად დიდი პრობლემაა. არის ზოგ შემთხვევაში გლაუკომის ერთ-ერთი ფორმა დახურულ კუთხოვანი გლაუკომა, როცა ხო ეს დახურულ კუთხოვანი გლაუკომა თან მწვავე არის, როცა ჩქარავით იხურება მოკლედ დრენაჟი და ჩქარავით არის მაღალი წნევა და მაგ დროს შეიძლება იყოს თვალის ტკივილი, გულისრევა, სინათლის გარშემო ეს ჰალოს ეფექტი, წითელი თვალი და ეს ანუ ეგ არის ემერჯენსი გადაუდებელი მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფოდ ჭირდება ყურადღების მიქცევა, მაგრამ ეგეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ უმეტესობა შემთხვევები 99% შემთხვევების გლაუკომის მიმდინარეობს ჩუმად და ადამიანი ვერ გებულობს ვერაფერს, მხოლოდ მცირე რაოდენობა რომელიც გებულობს. იმიტომ რომ არის გადაუდებელი და სასწრაფოდ ჭირდება. გლაუკომა ასაკთან არის მჭიდრო კავშირში. 40 წელს ქვევით არსებობს, მაგრამ იშვიათია. შემთხვევების 0.5%. რაც შეეხება 40 წლის ზევით, 40-დან 50-მდე მსოფლიო პოპულაციის დაახლოებით 2%-ს აქვს ადამიანის გლაუკომა. და 60 წლის ზევით უკვე 5-ჯერ, 10-ჯერ იმატებს გლაუკომის რისკი. ჯამში მსოფლიო მოსახლეობის 4%-ს აქვს გლაუკომა და ნახევარმა არ იცის რომ გლაუკომა აქვს. ხო, ну 40 წელს ზევით ძირითადად ეს პროცენტულობა ეხება 40 წელს ზევით. გლაუკომას აქვს სხვა ასოციაციური ფაქტორები, პირდაპირ ვთქვათ, რომ აი ეს იწვევს გლაუკომას, ეს იწვევს გლაუკომას, ეგეთი არ აქვს, რომ ვთქვათ რაღაცა დავლია და გლაუკომა გამოიწვია, ესე არ არის, მაგრამ ასოციაციური ფაქტორები აქვს, რისკ ფაქტორები აქვს, რაზეც ვისაუბრებთ. ერთი არის ოჯახური ისტორია, ანუ ადამიანს შობელს გლაუკომა აქვს, შვილს 5-ჯერ, 10-ჯერ მომატებული რისკი აქვს გლაუკომის. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორია. მეორე და სინამდვილეში პრინციპში პირველი არის ასაკი, რაც ვთქვით, რომ 40 წელს ზევით ნერვები ზიანდება, სისხლის მიმოქცევა ამ ნერვების ზიანდება, მცირდება, ეს დრენაჟი სუსტდება, იბიძნება და ასე. შესაბამისად ასაკი არის პირველი. მეორე არის გენეტიკა, მესამე არის თვალში და წნევის მატება. ამიტომ არის რომ თვალში და წნევის მატებაზე არის ხოლმე აგებული მთელი ამბავი რა, რომ თვალში გავზომავ თვალში და წნევას თუ მომატებულია ვაშენ რისკი გაქვს უკვე გლაუკომის და ამიტომ მოდი ყურადღება მივაქციოთ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ხო. ასევე რქოვანის სისქესაც შეისწავლიან ხოლმე, თუ კი თხელია რქოვანა 520 მიკრომეტრზე ნაკლები თუ არის, მომატებული აქვს ამ ადამიანს გლაუკომის რისკი. დიაბეტი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ დიაბეტის დროს სისხლძარღვები და ნერვები ზიანდება და თვალი ძალიან
ნაზი სტრუქტურაა და იქ მცირე წნევის მატებაც კომპრესია რომ ემატება უკვე მერე ზიანდება ძალიან ადვილად. მიოპია, ახლომხედველობა არის მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე, რომელიც ანუ თვალის კაკალითიდან თვალი არის წაგრძელებული მიოპიის დროს. მიოპია ახლომხედველობა არის მინუსი იგივე, ანუ მინუსი აქვს ადამიანს და მინუს სათვალეს რომ ატარებს რა. და ამ დროს ადვილად ზიანდება ბადურაც და ადვილად ზიანდება ოპტიკური ნერვიც. ამიტომ არის რომ ეგეთ ადამიანებსაც გაზრდილი რისკი აქვთ გლაუკომის განვითარების. თუ კი დიდი ხნის განმავლობაში სტეროიდებს იყენებ, ათმის წამლებს, მაგალითად, ან კანის კრემებს, სტეროიდებს, კორტიკოსტეროიდებს, ან ცხვირის სტეროიდ სპრეის წლების განმავლობაში და დიდი ხნის განმავლობაში თუ იყენებ, რადგან ამ ტრაბეკულარულ ბადეს აზიანებენ მოკლედ ეს სტეროიდები ნელ-ნელა მათ მოქნილობას ამცირებენ და დრენაჟის სისტემას უსწრდება და ამიტომ თუმცა ამ სტეროიდები დაახლოებით 30% ზრდიან რისკს გლაუკომის, ანუ ისე არ არის 10-ჯერ და 20-ჯერ ზრდიდნენ თან მაღალი დოზებით. მაგალითად კოფეინი და სასმელები, ეს კოფეინიანი სასმელები რაც არის ეგ ზრდის თვალში და წნევასების კოფეინი პირდაპირ მაგალითად რადგან თან სისხლის მოქცევას ოპტიკურ ნერვთან ამცირებს. ეკრანის დიდი ხნის გამოყენება, რადგან დაძაბული გვაქვს თვალი, ფოკუსირებული გვაქვს და ნაკლებად ვახამხამებთ. ეგეც პრობლემა სითხის გაცვლის, სითხის ცვლა ნელდება და ეგ არის ცალკე პრობლემა. მოჭერილი თუ აცვია რაც საყელოებიანი მოჭერილი ადამიანს ეგ არ არის სასურველი. ასევე ვარჯიშები, რომელიც თავზე ვარჯიშები, ეს ერთხელ და ორჯერ არაფერია, მაგრამ განსაკუთრებით ასაკში და განსაკუთრებით თუ დიდხანს ჩერდება მე ესე თავზე ადამიანი არ არის სასურველი ამ წნევის მომატების გამო, მით უმეტეს როცა წლები ეს ყველაფერი წლები გროვდება. მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, ну სისხლძარღვებს ავიწროებს, თან ოქსიდაციური სტრესია და რამდენჯერმე ზრდის გლაუკომის რისკი, 10% და 20% რამდენჯერმე 3-ჯერ 4-ჯერ ესე ალკოჰოლის გამოყენება, ვიტამინების D, B ვიტამინის დეფიციტი მაგალითად ასევე და სამედიცინო ასევე ექიმებსაც კი უფრო ხშირად ემართებათ სტრესის გამო. სტრესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდე. დიაგნოსტირება გლაუკომის ხდება, დაზიანებული უნდა იყოს ნერვი, ამ ხედველობა და როგორც წესი წნევა მომატებული, ანუ სამი კომპონენტი აქვს რეალურად. ერთი არის რომ თვალში და წნევა უნდა იყოს მომატებული 21 მმ ვერცხლის სვეტით და მეტი უნდა იყოს. ცვლილებები უნდა იყოს ოპტიკურ ნერვზე, რომელიც შესაძლებელია შემოწმდეს ოფთალმოსკოპით, გადაღებით რადიოლოგიურად და მხედველობის ველის განსაზღვრა, პერიფერიული მხედველობა მოწმდება პერიმეტრიას ქვია ამას. და გლაუკომის სკრინინგი აუცილებელია 40 წლის ზევით, 2-4 წელიწადში ერთხელ, ჩვეულებრივ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება გლაუკომის სკრინინგი. თუ კორტიკოსტეროიდებს იღებ 6 თვეში ერთხელ ან 12 თვეში ერთხელ, მნიშვნელოვანია. აუცილებელია თვალშეწნევის გაზომვა, ტონომეტრია ქვია ამას. ოფთალმოსკოპი აკვირდება ნერვის თავს. პერიფერიული მხედველობის განსაზღვრაც აუცილებელია. რადიოლოგიურად ოპტიკური კოჰერენსული ტომოგრაფია ქვია, რაც მცირე მიკროსკოპულ ცვლილებებსაც აღიქვავს ნერვის ბოჭკოებზე წლებით ადრე, ვიდრე ნებისმიერი სიმპტომი აღმოცენდება. ანუ ნერვი ზიანდება თუ არა, მაგას აღიქვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და მკურნალობის აზრი მთავარი არის, რომ ეს თვალში და წნევა შემომცირება, თვალში და წნევის შემცირება მთელი ამბავი აქვს და ხდება თვალის წვეთები ძირითადად ეს პროსტაგლანდინის ანალოგები, მაგალითად ლატანოპლასტი ან ტავოპლასტი. ასევე ეს რას აკეთებს? დრენაჟს აძლიერებს უვიასკლერული გზით. სინამდვილეში მაგ გზას დიდი წილი არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს.
ბეტა ბლოკერები ასევე არის მნიშვნელოვანი. ბეტა ბლოკერები ამ თვალში და სითხის წარმოქმნას ამცირებენ. ალფა ადრენერგული აგონისტები ორივე საკეთებენ სითხის წარმოქმნასაც ამცირებენ და გადინებასაც აძლიერებენ. ლაზერული მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სელექციური ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა ქვია ამას და ამ დრენაჟის გაძლიერება ხდება, მოკლედ გაუმჯობესება ხდება ტრაბეკულობის დრენაჟის ლაზერით და 30% ამცირებს თვალში და წნევას და 3-5 წლის განმავლობაში მოქმედებს ეს. მერე განმეორებითი ოპერაცია ჭირდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ოპერაცია მსუბუქი ისაა, ესა მიკროინვაზიურია, მოკლედ არ არის ისა მან დიდი ოპერაცია არ არის. ხო, ეს არის ხოლმე როგორც წესი ეს ლაზერული არის პირველი რიგის მკურნალობა წამლებთან ერთად. თუ ლაზერი და წამლები არ შველის, მაშინ ქირურგია. ქირურგიულად ტრაბეკულოტომია ხდება ხოლმე, ახალ დრენაჟის არხის გაკეთება ან მიკროინვაზიური იმპლანტები სტენტს დგავენ, რომ ეს სითხე გავიდეს კარგად. მოკლედ მკურნალობა შესაძლებელია, მთავარია არ დაზიანდეს ოპტიკური ნერვი. ნერვს უნდა გაუფრთხილდეთ, მხედველობის ნერვს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. და მე როცა მკურნალობ უკვე 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ შემოწმებაზე უნდა მიხვიდე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა გაუფრთხილდეთ მხედველობას, ეს შესაძლებელია და სკრინინგი მნიშვნელოვანია. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.